სად მივიყვანო ბავშვი ცეკვაზე? 6 რჩევა, რომელიც გამოგადგებათ. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის, რომ არსებობს ცეკვის სტუდია და ანსამბლი. რა განსხვავებაა სტუდიას და ანსამბლს შორის? სტუდია, როგორც წესი, 4 წლიანია და მხოლოდ ცეკვის ილეთებს და კომბინაციებს ასწავლიან. არ ხდება ცეკვის მონახაზის დადგმა, შესაბამისად არც კონცერტებზე არ გამოიყვანენ ბავშვებს. 4 წლის დასრულების შემდეგ ბავშვს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი ან დიპლომი, რომ მან წარმატებით დაამთავრა სტუდიის 4 წლიანი კურსი. ანსამბლში კი შეისწავლის ბავშვი იმ ილეთებს და კომბინაციებს, რაც შემდეგ ცეკვის მონახაზში დასჭირდება. ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობს, შესაძლებელია როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს არის ძირითადი განსხვავება სტუდიასა და ანსამბლს შორის. ამიტომ პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ, რომელია თქვენთვის მისაღები, რომ სწორ ადგილას აღმოჩნდეთ. მეორე, აუცილებელია, რომ ბავშვი თვითონ უნდოდეს ცეკვაზე, ან თუნდაც ნებისმიერი სხვა რაიმე სპორტის სახეობაზე სიარული, მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს და აუხსნას და გააგებინოს, რომ ეს პირველ რიგში მისი ჯანმრთელობისთვის არის კარგი და ბევრ რამეს ანვითარებს, ცეკვა არ არის მხოლოდ ცეკვა. ის კუნთებს ანვითარებს, სხეულის აღნაგობას ანვითარებს და კიდევ ბევრ რამეს ახლა აქ დღეს აღარ ჩამოვთვლი, უბრალოდ თავარია და აუცილებელია, რომ ბავშვმა თვითონ მოისურვოს და თვითონ კონდეს სურვილი იაროს ცეკვაზე. ან თუნდაც ნებისმიერ სხვა რაიმე სპორტის სახეობას. მესამე, სანამ გადაწყვეტ, რომელ სტუდიაში ან ანსამბლში მიიყვანოთ ბავშვი, აუცილებლად გაეცანით ანსამბლის ან სტუდიის შემოქმედებას. დღევანდელ დღეს ამის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩაწერთ YouTube-ში ანსამბლის სახელს და გადახედავთ იმ ცეკვებს, რაც ცეკვებსაც ასრულებს ანსამბლი და შესაბამისად გამოიტანთ მერე დასკვნას მოგწონთ თუ არ მოგწონთ. იმიტომ რომ გემოვნება სხვადასხვანაირია, სტილი ანსამბლებს სხვადასხვანაირია, ამიტომ ეს თქვენ თვითონ უნდა შეაფასოთ და თქვენ თვითონ უნდა ნახოთ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ ამა თუ იმ ანსამბლის შემოქმედება, ცეკვების სტილი და მიმართულება. მეოთხე, რა თქმა უნდა, ანსამბლს სჭირდება საკონცერტო კოსტუმები. ზოგ ანსამბლს აქვს საკონცერტო გარდერობი, ზოგი მშობლებს აკერინებს ფორმებს. ეს რა თქმა უნდა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ეს საკითხი ჯობია წინასწარ გაარკვიოთ. აქვს თუ არა ანსამბლს საკონცერტო გარდერობი. მეხუთე, ანსამბლი დიდი ალბათობით ივლის საგასტროლო მოგზაურობებში. ესეც წინასწარ გაარკვიეთ, ზოგ ანსამბლში სავალდებულოა გასტროლზე წასვლა და თუ ბავშვი არ წავა გასტროლზე, ანსამბლიდანაც გაუშვებენ. ამ ინფორმაციას ვერსად ვერ მოიძიებთ, უნდა კითხოთ იმათ, ვისაც აქვს გამოცდილება და დიდი ხანია დადის ანსამბლში. ჩემ მოსაზრებას გასტროლებთან დაკავშირებით ვიდეოს ბოლოს გაგიზიარებთ. მეექვსე, ჩემი რჩევა იქნება დროულად გადაწყვიტოთ და სასწავლო წლის დასაწყისიდანვე მიიყვანოთ ბავშვი ცეკვაზე. რადგან როდესაც გვიან მოდის ბავშვი ცეკვაზე, ხედავს, რომ სხვა ბავშვები უკვე რაღაც მოძრაობებს აკეთებენ, რაღაცა ილეთები იციან, უყალიბდება კომპლექსი იმისა, რომ სხვამ ჩემზე მეტად იცის, სხვამ ჩემზე უკეთ იცის და ეს კომპლექსი ძალიან დიდ ხანს მიყვება, შეიძლება სამუდამოთაც გახდეს და სულ სხვას უყუროს ფეხებში და სხვის მიხედვით გაიმეოროს მოძრაობები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წლის დასაწყისიდანვე მიიყვანოთ ბავშვი ცეკვაზე, რომ სხვებთან ერთად დაიწყოს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ასე რომ შევაჯამოთ. პირველი, ავირჩიოთ სტუდია თუ ანსამბლი. მეორე, ბავშვს თვითონ უნდა უნდოდეს ცეკვაზე სიარული. მესამე, გადახედეთ ანსამბლის ვიდეოებს. მეოთხე, გაარკვიეთ, აქვს თუ არა საკონცერტო გარდერობი ანსამბლს. მეხუთე, გასტროლზე წასვლა არის თუ არა სავალდებულო და მეექვსე, სასწავლო წლის დასაწყისიდანვე მიიყვანეთ ბავშვი ცეკვაზე. იმედი მაქვს, რომ ჩემი ეს 6 რჩევა გამოგადგებათ, ახლა კი ნებამომეცით გაგაცნოთ ქართული ცეკვის თეატრი გზება. ტერიტორიულად ვართ ვაზის უბანში, 172 საჯარო სკოლაში და კერძო სკოლა ნოვაციაში. მე ვცეკვავდი ერისიონში და წლების განმავლობაში ვიყავი ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი. აგრეთვე მაქვს სამსახიობო გამოცდილება, როგორც რუსთავის მოზარდმაყურებელთა თეატრში, აგრეთვე ვიყავი ქართული კომპანია მიმოდრამას მსახიობი გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენში. ვცდილობ, რომ გზებას ცეკვები იყოს უფრო მეტად სიუჟეტური, შინაარსიანი და აკადემიური, ვიდრე სხვა ანსამბლების ცეკვებია, აგრეთვე ბავშვებს ვუზიარებ ჩემს სამსახიობო გამოცდილებას, ამიტომაც დავარქვი ქართული ცეკვის თეატრი. გზება კი ქართული სიტყვაა და ცეცხლის დანთებას ნიშნავს. ქართული ცეკვა როგორც ყველაზე ცეცხლოვანი ცეკვა, ამიტომ გვინდა რომ ქართული ცეკვის ცეცხლი დავანთოთ სცენაზე. გზებას ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube არხზე გზება production, ფოტო და ვიდეო მასალა ნახოთ Facebook გვერდზე გზება, ან Facebook პროფილზე გზება Georgian Dance. ხო, გზებას აქვს საკონცერტო გარდერობი. ჩასაწერად მოგმართვეთ
მესენჯერში. რაც შეეხება გასტროლებს, სავალდებულო გზების შემთხვევაში არ არის გასტროლზე წასვლა, თუმცა სასურველია, იმიტომ რომ ბავშვს დაუფასდეს უნდა თავისი შრომა და ის ამაგი, რასაც წლის განმავლობაში ხარჯავს ენერგიას და ინდომებს და ცეკვავს და ეს საგასტროლო მოგზაურობა არის ერთგვარი კულმინაცია აი ამ ყველაფრის ამ შრომის, რაცაც ბავშვი დებს წლის განმავლობაში, თუ კი ოჯახს აქვს ამის საშუალება, არ უნდა მოაკლოს ბავშვს ეს სიამოვნება. ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და უმეტეს შემთხვევაში ყველაზე ფერადი და შთამბეჭდავი მოგონებები სწორედ ბავშვობიდან გვაქვს. ამიტომ კარგია და საჭიროა რომ ბავშვებმა იარონ საგასტროლო მოგზაურობებზე, ნახონ სხვადასხვა ქვეყნები, გაეცნონ მათ კულტურას, ასე რომ სავალდებულო არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გასტროლი ბავშვისთვის.